უწმინდესობა ილია მეორე დაიკრძალებოდა. სწორედ ამიტომ ითქვა ალბათ წლების წინ, რომ ილია მეორე ილიაო. მისმა უწმინდესობამ ერს ძალიან ბევრჯერ ჩაახედა სარკეში და ჩვენ ხედავთ ახლა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სამღვდელოებამ პირველ რიგში როგორ შეაბრძანა მისი უწმინდესობა ტაძრის საკურთხეველში, იმ ტაძრის საკურთხეველში, რომელიც მისი უშუალო ხელმძღვანელობით აიგო და რომელშიც იგი გახსნის დღიდან 22 წლის განმავლობაში მსახურებას აღასრულებდა და სამების საკათედრო ტაძრის საკურთხევლიდან გამოსვენების შემდეგ პროცესია წაემართა თბილისის ერთ-ერთი უძველესი საკათედრო ტაძრისკენ დედა სიონისკენ, სადაც თქვენ სამართლიანად აღნიშნეთ, რომ განისვენებენ ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ყველა ქართველი პატრიარქები. იგი დაიკრძალება მის მიერვე შერჩეულ ადგილას, წმინდა ნინოს ჯვრის მახლობლად. ამბიონის, ანუ საღვთისმსახურო სივრცის ნაწილში. მის გადასწრივ მდებარეობს წმინდა იოანე მანგლელის საკრძალი, რომელიც ასევე მისი უშუალო ხელმძღვანელობით იქნა თავის დროზე დამზადებული, შექმნილი და ქართველი ერისათვის აღდგენილი და დაბრუნებული, როგორც მოღვაწე. იოანე მანგლელი ეს იყო გამორჩეული პიროვნება ჩვენი ეკლესიის ისტორიაში, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დააარსა მისიონერული სკოლები, არა მარტო შიდ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ ჩრდილო კავკასიაში და ფაქტობრივად იგი იქცა მთელი კავკასიისათვის ქრისტიანობის ხელახლა ერთ-ერთ პირველ დამბრუნებლად. იმ ქრისტიანობისა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებმა ვეღარ შეინარჩუნეს თემურლენგის გამანადგურებელი ლაშქრობების შემდეგ. აი სწორედ ამ კავკასიის ხელახლა გამაქრისტიანებელი იოანე მანგლელის საფლავის მოპირდაპირე მხარეს წმინდა ნინოს ჯვრის სიახლოვეს იქნება მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის საკრძალი და განსასვენებელი სიონის დედა ტაძარში. ძვირფასო მეგობრებო, ხედავთ ამ საოცარ ამაღლებულ დამოედროს მწუხარე დღეს. ხედავთ რა საოცარი სიყვარული, სითბო დამოედროს სევდა გამოსჭვის თითოეული ადამიანის სახეებიდან, რომლებიც ობრძანდნენ რათა უკანასკნელი პატივი მიაგონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს ხსოვნას. მისი უწმინდესობის ნეშტი, მისი უწმინდესობა მობრძანდება თავისი საყვარელი სიონის საკათედრო ტაძრისაკენ. სიონის საკათედრო ტაძარი ერთ-ერთი უძველესი ტაძარია თბილისში. იგი მე-5 საუკუნის ბოლოს და მე-6 საუკუნეში აშენდა თავდაპირველი სახით როგორც იყო, ხოლო შემდგომ მან არაერთი უბედურება და განსაცდელი გადაიტანა. გავიხსენოთ განსაკუთრებით მონღოლთა შემოსევების შედეგად დაზიანდა, ჯალალედინის შემოსევის შედეგად დაზიანდა, მე-16 საუკუნეში დაზიანდა, მე-18 საუკუნეში აღა მაჰმად-ხანის შემოსევის შედეგად დაზიანდა, მაგრამ შემდეგ მას სასწაულებრივ აღადგენდა ხოლმე ჩვენი ხალხი. სიონის საკათედრო ტაძარში ჩატარდა 1917 წლის 8-17 სექტემბერს პირველი საეკლესიო კრება, როდესაც დაამტკიცეს საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, გამოარჩიეს ეპარქიის მღვდელმთავრები და აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კირიონ მეორე. სიონის საკათედრო ტაძარი არის განსასვენებელი მე-20 საუკუნის კათოლიკოს პატრიარქებისა. აქ განისვენებენ უწმინდესი და უნეტარესი კირიონ მეორე
1917-18 წლები პატრიარქობის ხანა. უწმიდეს დეუნეტარესი ლეონიდე ოქროპირიძე 1919-21 წელი. უწმიდეს დეუნეტარესი ამბროსი 1921-27 წლები. უწმინდესი დეუნეტარესი ქრისტეფორე მესამე 27-32 წლები. უწმინდეს დეუნეტარესი კალისტრატე ცინცაძე 1932-52 წლები. უწმინდეს დეუნეტარესი მელქისედეკ მესამე მხალაძე 1952-60 წლები. უწმინდესი დეუნეტარესი ეფრემ მეორე 1960-72 წლები. უწმინდესი დეუნეტარესი დავით მეხუთე 1972-77 წლები.